სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის მორიგი ვიზიტი ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულებმა მთავარ თარიღად 31 მარტის აქცია მონიშნეს და მოახლოებულ არჩევნებზე არაფერი თქვეს. თუმცა ისრად საჯაროდ არ თქვეს დახურულ კარს მიღმა რომ განიხილეს ეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაადასტურეს. პოლიტიკური პარტიები ვსაუბრობთ სხვადასხვა კონფიგურაციებზე, მათ შორის ერთიანობაზე, ბრძოლის სტრატეგიაზე, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე, ასევე გვაქვს კონსულტაციები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და საბოლოო ჯამში ჩვენს მკაფიო პოზიციას წარუდგენთ საზოგადოებას. სანამ ოპოზიცია ზურაბიშვილთან ერთად გამარჯვების ფორმულის ძიებაშია, მანამდე პარტია გირჩი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. წარსულის გათვალისწინებით პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო სიაში მათ გარდა სხვა ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან. მე ამჯერად რომ ისინი თავმჯდომარეები იქნებიან და უარს ტყვიან არჩევნებზე, ყოველ შემთხვევაში რომ ყველა ასე მოიქცევა და იმიტომ რომ ეს მათი არათავმჯდომარეობა არის ქართლის ნების თავი დასაყრდენი ამ ყველაფერში. ამიტომ ჩვენ ადგილობრივი არჩევნებისთვის ვემზადებით. რას შესთავაზებს ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს მართველი გუნდის განმარტებით ეს არა მათზე, არამედ მათ პატრონებზეა დამოკიდებული. სწორედ ამით ხსნიან ოპონენტების ამ დრომდე ჩამოუყალიბებელ პოზიციას და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მარცხის შიშს. მათი შიშებიც მესმის, იმიტომ რომ ისინი გამწირული არიან მარცხისთვის, მათ არც ერთ რაიონში, არც ერთ ქალაქში, როგორც მერების დონეზე, ასევე საკრებულოების დონეზე არანაირი შანსი არ აქვთ გამარჯვების და რა თქმა უნდა, წაგებულ ბრძოლაში მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში შემოვიდნენ. თუმცა ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ნაცაგენტურას არ მისვლია კონკრეტული დავალება და ეხლა ორივე მესიჯი გააშხერეს. ნაგენტურის ერთი ნაწილი ამბობს რომ მივიღებთ მონაწილეობას, მეორე ნაწილი ამბობს რომ არ მივიღებთო და როდესაც deep state-ის მოიცვის კონკრეტულად ამ ადამიანებისთვის ამ კონკრეტულ საკითხზე რომ მისცეს დავალება მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ორივე ექნება ნათქვამი. საბოლოო დირექტივა იქიდან მოსული არ არის და ჯერჯერობით თავისუფლად გამოთქვამენ თავის აზრებს. მე რა თქმა უნდა ეს დირექტივა რომ მოუვათ, როგორც წარმოუდგენელი იყო გვარამიასა და ზურაბიშვილის ერთად დადგომა, ისე წარმოუდგენელად რაც გეჩვენებათ ახლა წარმოსადგეთ იქნება თუ ესეთი დირექტივა მოვა. მართველი გუნდის მსგავსად ხალხის ძალაშიც დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება. კი არ ეშინიან, ზუსტად იციან, რომ არანაირი შანსი თვითმმართველობის არჩევნებში არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს ჭინთვები ექნებათ მთელი ამ ზაფხულამდე პერიოდში და მერე ზაფხულში იტყვიან რომ დიდი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში მათ შორის შეიძლება ნაწილმა მაინც ვერ გაბედოს რომ აი მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ რომ იქნებ ეხლა მაინც ჩვენი პოზიციები ვცადოთ აი ამ არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოების წევრებს აირჩევს, რისთვისაც საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს 4%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.